გამარჯობა, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ჩემს გამომწერებს პირველ რიგში და შემდეგ ყველას, ვინც მოусმენთ ამ ვიდეო ჩანაწერს. დღეს მე მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო ამბავი. რომელიც ალბათ ცოტა ისეთი თემა, რომ ფიქრობ უნდა დაგაინტერესოთ. იყო ასეთი დროება. თბილისში გახსოვთ, აი გაჭიროება რომ დაიწყო პირველად პურის რიგები და ისინი რო იყო, ეგ ყველას გახსოვთ ეგ დრო. და მე ახლა დამქონდა ჩემი ის რაღაცები, დავდიოდი იქით და რაღაცები, საქმე მქონდა რა ჩემი ხოდა მიხან რედაქციაში ანიმეში და ერთი სიტყვით ერთხელ საღამოს მოვდივარ დაღლილი ქუჩაზე და ერთ სახლში მივდივარ რა, საღამო უკვე მალე ბინდი წამოვა და ფეხით მივდივარ, ასე ვთქვათ და დავინახე რაღაც ჩოჩქოლია რა, იქ ასახვევი იყო ერთი და კუთხესთან რაღაც ჩოჩქოლია და მიუახლოვდი კიდეც, მივედი, მე რა ვიცი ახლა რა ხდება და მანქანაა გაჩერებული რაღაც ჟიგული, მაშინ ჯერ კიდე ისინი იყო ეს მანქანები, სხვადასხვა ახალი ჟიგულია და დგას ერთი ხნიერი კაცი, რომელსაც ორი ახალგაზრდა რაღაცას აი ეჩხუბებიან და რაღაც თითქოს ესეთი მომენტია, რომ რაღაც უნდა დაარტყან თუ რაღაც არ ვიცი, და გოგოც დგა მათთან. ორი ახალგაზრდა კაცია რა, ორი ახალგაზრდა ბიჭი და ეს არის უკვე ხნეს მიტანებული, კარგად ხნეს მიტანებული კაცი. მაგრამ სუფთად ჩაცმული და კარგად გამოიყურება და რომ დავინახე რომ უკვე წაეტანენ უკვე ამ მოხუცებულ კაცს, რა თქმა უნდა გავიქეცი რა, მე რომ მივეხმარო ახლა ყველა ადამიანის ვალია კაცო, ახლა განსასწრებში ჩავარდნილი ადამიანის შველა, ხო? და თანაც ახლა მოხუცებული კაცია და ახლა მოხუცებულ კაცს რო ახალგაზრდები ორნი თანაც ჯანღუნიცავსი ახალგაზრდები რო წაეტანენ, რა თქმა უნდა ახლა ეგ განსასწრებში დატოვება არ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს რაღაც უნდა იხმაროს ღონე, ხო? მივედი რა ხდება რა არის და შენ ვინახავ, ვინა ვარ და კაცი ვარ, მოვდივარ და ვხედავ რომ მოხუცი კაცია და ჩაგრავთ აქ და რატო ჩაგრავ და ამანო ესე ისა თქვაო თუ რა ვიცი რაღაცა არ ვიცი, რაღაც ბრალსაც დებდნენ და ესე უბრალოდ არანორმალურები არიან ესენიო რა, მე მითხრა და რომ დაინახა რომ მივედი ახლა ამის საშუალად ვიღაცა გამოჩნდა რა და რაღაც აზი არ არიან, ნასვამები არიან, თორე რაღაც მოჩვენებები აქვს თუ რა. არაფერიო, კაცო ჩემთვის ვიყავიო მანქანაში და დამჯდარიყავი და რაღაც შარი მომდესო რა. არ აქვს ხანიათ მეთქი მე ვთხარი ბიჭო, ამ ხელაკაცია და თქვენ ჯანღუნიცავს ხალხი ხარ და გამას ეტანებით გასარწმუნად მე ვთხარი. ხო და ერთ სიტყვით იქნებოდა გართულ და გამორთულდა ცოტა, მაგრამ ამას ახლა აღარ არის საინტერესო, ერთ სიტყვით წავიდნენ ისინი თავის გზაზე, იძულებული გახდნენ და ეს კაცი დაждდა მანქანაში და მივისაო, სად მიბრძანდებითო მე მითხრა რა, წაგიყვანთ რომ დაინახა რომ დავეხმარე რა და მე ვთქვი რა აქვე ვარ ახლოს ავარ არა დაჯი მეცოდინებაო რა, მაინც საცხოვრებო და რაღაცაო და არა მე ვთქვი რა ნიშნავს, მაინც ერთ სიტყვით კიდე რამდენჯერმე გამიმეორა რომ ესეო და დავჯექი და მიმიყვანა სახლში და სანამ გადავიდოდი მანქანიდან მითხრა რომ ერთი წუთიო. ეს არის თქვენი სახლი, კი მეთქი მე ვთქვი. ყოველ დილასო აი იმიტომ გავუსვი ხაზი პურს, რომ პურის რიგებია, ხალხი რა ვიცი, დილის 5 საათიდან იკავებს რიგებს და ეს გახსოვთ ახლა ყველას ეს პერიოდი. ყოველ დილითო 8-დან 9 საათამდეო ორ ცხელ ლავაშს მოგიტანენო ყოველ დილითო. მე ვთქვი
არის მეთქი შემთხვევები შეიძლება არ დაუხდეს სახში რაღაც სადღაც ვიყო წასულიან რამე და თქვათ აგერ მეზობელი მყავდა იქ გაჭირებული ეს ვასვიდი ახლა მე ორი პური რა თმინდოდა მოქონდა ყოველ დღე მომდიოდა ეს ორი პური რაღაცა ჩვენ ვეძახდით რაღაც ტრანგალეთკებს თუ რაღაც პატარა ისინი რომ დადიოდა ხოლმე ეს პური რო დაქონათ მაღაზიებში და იმაში პურკომბინატებიდან და საცხობებიდან რა და აი ამ იმით მოქონდა ყოველდღე და მე ვთქვი აგერ ბავშვებიანი ცხოვრობდა კალბატონი და მე ვთქვი თუ მე არ ვიქნები სახში იმას კნას მეთქი გვერდით ჩემს გვერდით კარი როა მეთქი ნუ გასაგებიაო რა და ხო გეუბნებით ისედაც ერთ პურს მაინც ვაძლევდი იმათ მე არ ამჭირდებოდა ორი პური და ხან ორივეს ვაძლევდი რა სასასვლელი რო ვიყავი და ეს ხო და უჭირდათ და ისედაც არის შოვებოდა პური რა და პატარა ბავშვები ყავდა იმ კალბატონს რა ხო და ერთი სიტყვით ეს პური მომდის და ნუ ერთხელაც ამოვიდა ჩემთან და რაღაცები ამოიტანა ღვინო სამწვადე რა ვიცი რაღაც პურმარილი და ბუნებრივია დავჯექით გავიცანით ერთმანეთი რამე სუფრასთან ახლა გავაწყეთ მეს მქონდა რაღაცეები გავაწყეთ სუფრა რამე დავჯექით და ორნი ვართ რა და ბუნებრივია რა წარმოიშვება ახლა შენ ვინ ახარ მე ვინა ვარ ის ვინ არის ეს ვინ არის და ამ კაცს რაღაცა ჭკვიანური ყურება აქვს რაღაც სხვანაირი ყურისა აქვს რა გაუმეტყველება ცისფერთვალება კაცი იყო და ქერაკაცი იყო რა მაგრამ უკვე ნუ ჭაღარა შერეული და თეთრი პირის სახის ძალიან ყოველთვის გაპარსული, გაკრეჭილი, ძალიან სუფთად ჩაცმული, რომ ნუ ესე იგი აი ჩაციკციკებული კოსტუმში იყო ყოველთვის რაღაცა ისეთი აი ჩაცმული იყო უმაღლეს დონეზე და ეს თეთრი პერანგით იმიდან ნუ ძალიან ისეთი იმით გამოიყურებოდა რომ ეს კაცი ახლა ჯაფა გადატანილ ადამიანს არ გავდა მაგრამ რაღაცა ჭკვიანური გამომეტყველება კი ქონდა მაინტერესებდა მაინც ახლა რა პროფესიის ადამიანი იყო მე ვერ შევატყე ვერანაირად ხო და მე რა ვიცი ახლა ინტელიგენტს და იმას არ გავდა ვთქვათ ისეთ აი რომ გონებოდა ვთქვათ ან ექიმს მასწავლებელს ესეთ რაღაც არ გავდა მაგრამ რაღაცა ჭკვიანურის კი ქონდა გამოხედვა და მე რა ვიცი ახლა ნუ ვერ გამოვიტანე დასკვნა ახლა მე ყველას ვერ შეიძლება არ შეიძლება ვერ გამოვიცნო ადამიანი თუმცა ახლა ხშირად შემეძლო ამის მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ იმას ვქენი რა ვერ გამოვიტანე ვერანაირი ის ხო და ნუ ახლა ჩემზე გაიგო ახლა მე ვინა ვარ მე ვთხარი თქვენ რა ნუ გავიცანით რამე ერთმანეთ და მე ფაცხებში ვმუშაობდი მთელი ცხოვრებაო ზღვაზეო ის ვიყავიო რა უფროსი ისაო ბუფეტჩიკიო თუ რავი რაღაცა ხო და მიყვება ახლა ცეკას ხალხი მოდიოდა ხოლმეო თვეში წარმოიდგინე ახლაო იქო ეს ყოველ თვეო 200 კაციო თუ რაღაცაო და ნუ ამებს მიყვება იქ როგორ უფასოდ უნდა მეჭმია პურიო ისაო მაგრამ ჩვენც გრჩებოდაო იტო სასკვება ამას ჩამოგვაწერდა და ამებს მიყვება ახლა თავის ამ სადა ახლა ვიფიქრე რომ ეს მზარეულია პროფესიით იმიტომ არის გამოიყურება ესე კარგად ხო და ნუ რა ვიცი ახლა მზარეულია ნუ გაგრძელდა ეს ჩვენი ურთიერთობა უკვე თვეებია გასული ეს ორი პური ყოველდღე მომდის ხო და ერთი სიტყვით საიდან მომდის და როგორ მომდის წარმოდგენა არ მაქვს არ ვიცი ამის ახლობელია იქ პურკომბინატში თუ ნუ არ ვიცი რა ნუ ეს აღარ არის მაინც საინტერესო და გასულია უკვე თვეებია გასული კარგახანია გასული და ერთი აფთიაქარი ახლობელი მყავდა აფთიაქარი როგორ პროვიზორი იყო სამმართველოში მუშაობდა მაშინ არ ვიცი მეოთხე სამმართველოს თუ რაღაცას ეძახდნენ საფთიაქო ის მოადგილედ მუშაობდა და ამ კაცთან მეგობრობდი ეს კაცი უფროსი იყო ჩემზე სადღაც შეიძლება ალბათ ერთი რა ვიცი 17-18 წლით უფროსი იყო ჩემზე და თბილისთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში ჰქონდა აგარაკი ხო და
ამაგარაგზე ხშირად მივდიოდით ხოლმე რა, რაღაც, რა ვიცი, საკეიფოთ რო გააქვს ადამიანს საქმე, ზოგჯერ ამ კაცს ჰქონდა ხოლმე საშუალებები და მებატიჟებოდა ხოლმე რა და ერთხელაც მითხრა რომ ამ შაბათ-კვირასო ისაო მივდივართ ოი და ნუ თუ გცალიაო და მე ვთქარი კი ბატონო და ცხვარი უნდა დავკლათო და კი ბატონო წავედით რა ნუ ერთი 3 მანქანით ვიყავით და იქ ახლა ნუ ერთი რა ვიცი 12 კაცი იყო თუ რაღაც ახლა ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ხალხი შევიკრიბეთ რა და ու გავამზადეთ ეს ყველაფერი რამე და ერთი იყო ხნიერი ადამიანი. აი, დაახლოებით იმ ხნის აი იმ კაცი რო შემხვდა ეს მზარეული. ხო და ამასობაში ხა ეს გამომრჩა რომ ამ კაცმას დამპატიჟა თავის სახლში რამდენჯერმე და ეს ცხოვრობს თბილისის ისეთ უბანში რომელიც არის აი რა პირველი პრესტიჟულ იმათ ითვლება რა ადგილად სადაც ცხოვრობს აი ძველი ცეკას ხალხი და რა ვიცი ნუ აი ეს აი ინტელიგენტი ხალხი და ნუ აი ეს ცოტა ისეთი ელიტარული უბანია რა და აქვს საკუთარი ბინა აი კორპუსებიც ადგას და აქვს საკუთარი ბინა ძალიან დიდი ეზოთი და ძალიან ნუ კარგი სახლი მოწესრიგებული ნუ მანქანა ისეთია რომ ახლის სუნია რო ჩაჯდა მოწესრიგებული ყველანაირად მოწესრიგებულია ეს კაცი ხო და ამ ადგილას ცხოვრობს ამ პრესტიჟულ ადგილას და იქ იყო ესეთი ხნიერი კაცი ამ ჩემი უფროსი მეგობრის იმაზე უფროსი იყო კიდე იმაზე უფროსი მეგობარი ხო და გიტარაზე კარგად მღეროდა რა ის კაცი და რო გაიგო ხა მეც მუსიკოსი ვიყავი ასე ვთქვა და გაუხარდა რა რომ მათ ვიმღერებთო რაღაცაო და გავეცანი ამ კაცს რა და საცხოვრობთ მეთქი მე ვთხარი ბატონო ჩემო რომ უკვე გავშინაურით ასე ვთქვა რა სუფრაზე რა და ხო და ამ კაცმა მითხრა რომ ამ ადგილას ცხოვრობ ის ადგილი დაასახელა სადაც ის ჩემი მზარეული ახლად შეძენილი მეგობარი ცხოვრობს და ჩემი მეუთხარი მეგობრის მეზობელი ყოფილხართ მეთქი მეუთხარი და ვინ არისო შენი მეგობარიო და მეუთხარი ესა და ეს კაცი მეთქი და აი ფაცხებში რომ მუშაობდა მეთქი რა ჯერ რაღაცნაირად შემომხედა და მე მეგონა რომ ვერ გაიგო ამან და მეუთხარი აი თბილისის ზღვაზე მეთქი მეუთხარი ფაცხებში რომ მუშაობდა მეთქი მეუთხარი ბუფეტში და ეს კაცი მიყურებს სერიოზულად და სად მუშაობდაო? მეუთხარი კაცო ამ ადგილას რო ცხოვრობ, თუ იქაც ცხოვრობ, თქვენ ახლა არ შეიძლება რომ არ იცნობდეთ ახლა ეს კაცი რამდენჯერმე სახლში დამპატიჟა მეთქი და აი ფაცხებში რომ მუშაობდა მეთქი ეს ბუფეტში კი იყო მთელი თავისი ცხოვრება მეთქი. აი ესეთი ჟიგული რო ყავს მეთქი ესადე. და ეს კაცი მიხვდა რომ მე არ ვიცოდი რა. აი იმიტომ მაკვირდებოდა და შენ გეტყობა არ იციო ვინ არისო. მე ვთქვი როგორ თუ ვინ არის კაცო, ვინ არის რა ვიცი მე ესე ვიცნობ რომ თვითონ მითხრა და მიყვებოდა კიდეც იმ ამბებს მეთქი რომ იქ რომ ცეკას ხალხი რო დადით. გაეცინა ამას და მეო კგბ-ს პოლკოვნიკი ვარ. და რომელიღაც განყოფილებაო, რა ვიცი, რაღაცა მითხრა, იმას ხელმძღვანელობდი წლების განმავლობაშიო და როდესაცო მილიცია ვერ იძიებდა ხოლმე საქმეებსო, აი ჩვენი განყოფილება ერთვებოდა ხოლმე ამ საქმეშიო, რაღაცა ცოტა ისეთი დანაშაულებები რო იყო, რომ ვერ ახსნიდა მილიცია, ჩვენ ვეხმარებოდით, იმიტომ რომ ჩვენ მეტი შესაძლებლობები გქონდაო და გადმოდიოდა ხოლმე ჩვენ განყოფილებაში ესა თუ ის საქმეო, ესეთი გაუხსნელი საქმეებიო და ერთხელაცო აი რომ დაინერგებოდაო ქალაქშიო რაღაცაო თქვათ რაღაცა სიახლეო და აი ხელწერას რომ ვერ ამოიცნობდნენ რომელი ქურდიო რომელი ვინაკეთებდა და რამეო ამას რომ ვერ იძიებდნენ და რამე აი მაშინ ვერ თვებოდითო ჩვენო და
ძალიან ბევრი რაღაცები იყო ისეთიო, რომ ერთ-ერთმა საქმემო ამ კაცის შენი ეგრეთ წოდებული მეგობრის კვალზე გამიყვანაო და ვერანაირად ვერ დავიჭირეთ ფაქტზეო. ეს კაციო იყო კანონიერი ქურდი ახალგაზრდობაშიო და იცი რა პიროვნებაო? ეს ადამიანიო იმდენად ავტორიტეტული პიროვნება იყო, რომ მოსკოვის პალასატებს უყურებდაო. რა საბუნებითი კაცო მე ვთქვა. ამ შემატყო რომ მე არ ვიცი არაფერი რა და რას ლაპარაკობ მე ვთხარი, ხო? ძალიან დიდი პიროვნება იყო და მე თავად თქვა ქურდობაზეო, ქურდის სახელზე, ტიტულზე უარიო და მიზეზიც მითხრა ახლა იმას აღარ ვიტყვი რატო და რისთვის, მაგრამ აღარ არის საინტერესო, რაღაც მიზეზი იყო რა და არ იყო ისეთი მიზეზი, რომ თქვათ მის კაცობაზე მოქმედა და რამე, რაღაცაზე თქვა უარი რა და წესიერი ადამიანი იყო რაღაცნაირი რა და მე უბრალოდ არ გამიმხილა ეს რა ვარი ის იყო სათქმელი ეს ხო და ერთი სიტყვით იყო ასეთი შემთხვევაო რომ ამანო ერთი პერიოდი იყო და შემოვიდაო ახალი ფიატებიო შენ მაშინ ძალიან პატარა იქნებოდიო და არ გემახსოვრება ეს ამბავიო და საიდან მემახსოვრებოდა მე ხო და ფიატები შემოვიდა იტალიიდან სანამდე საბჭოთა კავშირი ჟიგულის წარმოებას დაიწყებდა იმის ბაზაზეო რა ანუ პატენტს იყიდაო და რა ვიცი რაღაცამდენი რაოდენობა შემოვიდა საბჭოთა კავშირში და სად მოიპარა ამან რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაკარგულ ჟირმა ფიატს ეძებენ ნუ ვერსად ვერ იპოვეს ეს ჩვენ განყოფილებასაც მოუვიდა ამაზე ის რომ ეს ფიატი არის დაკარგული და ნუ ვერსად ვერ მიაკურიეს ამ ფიატს და ეს ისეთი ტიპაჟი იყო რომ ყველგან ყავდა ხალხიო და აი ყველაფერს აკეთებდაო რა იქ საბუდ დაშირდებოდა ნუ ძალიან ისეთი ტიპი იყო რა რომ აი თითქმის ყველგან ყავდა ხალხი მოსყიდულიო ხო და მე სტატის ფიატი არ მიყვირს ახლა ნუ ქურდიაო და ან ფიატით იulis ან რაღაც ახლა ნუ მე რა ვიცი ეს მაგრამ რა ვარი ამბავი ახლა მეზობელს მიადეგი და რაღაც მოხდაო და ამის კვალზე გავედიო რაღაცნაირი მგლის ალღო ჰქონდაო რა ესე იგი ცხოველის ალღო ჰქონდა ამასო და ყოველთვისო როცა ჩვენ ვერთვებოდით ამ საქმეში მაშინ წყვეტდაო და ეს იყო ყველა ახალი ქურდობისა თუ ახალი რაღაცების დამნერგავი საქართველოშიო თითქმის ეს ფიგურირებს ყველგან მაგრამ როგორც ჩვენ ვერთვებოდით ესევე წყვეტდა ამ საქმეს და ვერანაირ ფაქტზე ვერ ვიჭერდით ვერასდროს და ამ ფიატის კვალზე გავედი ამის იმაზეო და ამ ფიატის ამბავშიო და ახლა ვფიქრობ რომ ველოდებიო რაღაც მომენტს წინა დღეს გავიგე რომ ესე იგი ამის კვალზე როგორღაც გავედით და რაღაცა მაკლიაო რაღაც დეტალებიო რომ ამას უკვე მივადგეო თან ახლა მეზობელიაო და თან ვფიქრობო ნუ რანაირად მაგრამ სხვა გამოსავალი არა მაგ ახლა სამსახური მავალებს მე ამას როგორც და ჩვენს გვერდზე არის ცეკას ისინიო კორპუსები და ერთ-ერთ ცეკას თანამშრომელს აქვს დაბადების დღეო. ხო და ნუ იქ რა ვიცი მოსულია მთელი ხალხი, რა ვიცი ერთი ამბავია და ეს შენი მზარეული ძმაკაციო თან იცინის მივიდაო ამ ცეკას თანამშრომელს სახსეო მიაკაკუნაო და დაინახზეო დაინახე მეზობლები ყველა ერთმანეთს ვიცნობთო ახლა ზოგი იქ ამუშაობ ზოგი აქ ამუშაობთო და ნუ გამარჯობა გაგიმარჯობა მეგობრობით შეიძლება არ მეგობრობთ მაგრამ რაღაცა ურთიერთობები გვაქვსო ხო დაინახაო რა ეს მეზობელი დაინახეს და ნუ მოვედიო რა რაღაც მინდაო საჩუქარი გავუკეთო ჩემს კარგ მეზობელსო უთქვამსო და ერთ ჭიქას დავლიო მე დასაჯდომად და იმათ არ მოვედიო ახლა ყველა მისის ვინ არის ეს და რა და შევიდაო თურმე შესულაო უთქვიათ რა ქართული ტრადიციის მიხედვით დაბზანდი ბატონო რამე არა უნდა ერთ ჭიქის გადაგეძლო ადრეცელა თურმე დალოცა და გასაღებიო მიუტანა და წინ დაუდოო რომ ეს ხო იცითო რომ ჩემი ფიატიაო და მეო
გჩუქნი კაცურათო აგერ ამ მანქანაზო ახალი ფიატიაო და ასეთ დაბადების დღის საჩუქარს გიკეთებ მეო რომ გავიგეთ ეს ამბავი მეორე დღესო იძულებული გავხდით საქმე შეგვეწყვეტაო და დაგვეხურაო რა აი ასეთ კაცთან გავხშენ საქმეო ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ჩემთვის ეს რა შოკის მომურელი იქნებოდა და მაინც და მაინც აი რა არის ცხოვრების კანონზომიერება აი ასეთ რაღაცებს მემაჩვენებ და მაინც და მაინც განგება ეხლა აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ დედის კალთის ქვეშ გაზრდილი ისინი რო არიან ხოლმე ეხლა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ აი ის ვერ შეხვდება ამას ის არც მივიდოდა იმ ჯგუფში და დავიდა რაბაში ის და წარმოიდგინეთ რომ ამას ყველაფერს მე უნდა გადავეყავ აი ამიტომ არის ხოლმე რომ ვამბობ რომ ბედნიერი კაცი ვარ მეთქი იცით ეხლა ზოგმა შეიძლება სულელად ჩამთვალოს ზოგ კაცს არაფერი გააჩნია და მაგრამ როგორ არ გამაჩნია კაცო რამდენი რამე შევქმენი ამ ქვეყანაზე რამდენი რამეს უტოვებ ჩემს ქვეყანას ამით ეს ჩემთვის აი იმიტომ კი არ ვიზახი რომ რაღაცა ეს ჩემთვის სიმდიდრეა აუცილებლად მე ყოფით ამბავში უნდა ვიყო მდიდარი ეს ჩემთვის სიმდიდრეა ყველა ესეთ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და ურთიერთობა ცხოვრება ჩემთვის ცხოვრება იყო ჩემთვის საინტერესო და ამიტომ ავთვლი ბედნიერად თავს და ადრეც გითხარით და კიდევ გეუბნებით ეს შეიძლება ამას რაღაცა ყოფითი რაღაცები დაუპირისპირო და ვთქვა რომ მე რა იცი მე მინდოდა რომ მდიდარი კაცი ვიყოფილიყო შეიძლება ამაზე საპირწონედ დაუყენო ვთქვათ რაღაცა ამ ქვეყნიური სიმდიდრე და დოვლათი ასეთ რამეს როცა მთელი ცხოვრება გავატარა ისე რომ აი ასეთი ისინი რა ქვია ცხოვრებისეული ეპიზოდები სიუჟეტებად იქცა ჩემს თავში და მოთხრობების სახით დევს ახლა ჩემს გამოუცემელი უამრავი რამე მაქვს და ეს არ არის თავისთავად ჩემი სიმდიდრე რა თქმა უნდა ამას სიმდიდრედ ვთვლი და ამიტომ ვთვლი ბედნიერად თავს ასე რომ კიდევ ვიმეორებ რა ყველაფერი წარმავალია ჩვენს რა ვიცი როდისღაც აღარ ვიქნებით ამ ქვეყანაზე და ამ ყველაფერს რაც აი ერთხელ კიანუ რივზმა თქვა რომ ადამიანსო არ ემახსოვრებაო რომელ რესტორანში როდის იქეიფაო და რა ჩაიცვა რა დაიხურა და ასე შემდეგ და ასე რა მანქანა იყიდაო ადამიანს ემახსოვრება ვისი ცხოვრება შეცვალაო რა გააკეთაო და რა სტოვებსო ამ ქვეყანაზეო და მართალია ის კაცი ასე რომ მე მინდა ყველას აი ხო იცით რა გულით გლოცავთ ხოლმე მთელი გულით გლოცავთ ყველას აბსოლუტურად მე მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს მწუხარე ადამიანის დანახვის აი როდესაც დავინახავ რომ ადამიანს რაღაცა აწუხებს ის უკვე ჩემი წუხილიც არის გინდა ვიცნობდე გინდა არ ვიცნობდე მას არ აქვს მნიშვნელობა ამიტომ მე ყველას ბედნიერებას გისურვებთ აი მთელ ქვეყანაში ვინც მომისმენთ და არ მომისმენთ ყველა იყავით ბედნიერი ყველა იყავით ჯანმრთელი აი როგორც თქვენ გაგიხარდებათ აი ესე გამყოფოთ ღმერთმა აი ეს არის ჩემი დალოცვა თქვენთან მიყვარხართ და ხანდახან მენატრებით ხოლმე რომ გამოვიდე და ასე დაგელაპარაკოთ ნახვამდის დაგემშვიდობებით დროებით